მოგესალმებით ქართლის გულში, სადაც ყველაზე მაგრად ზგერს საქართველოს მაჯისჩემა, გამორჩეულად ვაჟკაცი, მშრომელი და ნიჭიერი ხალხის სამშობლოში. იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირვარამი, შემოსევა, გრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება. ყველა მომხდურმა იცის, რომ თუ საქართველოს დაზიანება გინდა, მისი ხერხემალი შიდა ქართლი უნდა გატეხო. ამიტომაც კანონზომიერია, რომ სწორედ ამ მხარეში, ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში 2 ომის გადატანა მოუხდა საქართველოს. ომების, რომლებმაც სისხლიანი იარა დაგვიტოვა ჩვენს და ჩვენს მოძმე ოს ხალხსაც. 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო თქვენ, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. რაც დრო გადის უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისი ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა და ეს მხარე ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს. ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და გრევის და ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის როგორც იქნა თავი დავახციეთ. მეგობრებო, ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს. ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ჩვენი ხელისუფლების საზრუნავია. და სწორედ იმიტომ, რომ ვირჩევთ წინდახედულობას და არა თავქარიანობას, ვირჩევთ ჩვენი ხალხის ინტერესებით მოქმედებას და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურებას. ერთადერთი ხელისუფლება აღმოჩნდით, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დაცმობისა და უკან დახევის გარეშე. ოპოზიცია გარწმუნებთ, რომ ომები გარდაუვალია და ხელისუფლების ამოცანა მხოლოდ ამ ომებისთვის მზადებაა. რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერც ერთ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ვერ ავიცილებდით. რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ ჩაყოლასა და ჩათრევას შორის ჰქონდა. ჩვენი მმართველობა კი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. მაშინ, როცა ჩვენს გარშემო კონფლიქტების ცეცხლის რკალია, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არც ჩავყევით და არც ჩავათრევინეთ არავის თავი. ეს შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად ტრისა თუ მეგობრის ხელში. სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ. მეგობრებო, მშვიდობის შენარჩუნებაზე არანაკლებ ძნელია მიტევება, ომის შემდეგ ნდობის აღდგენა, გაერთიანებულ ქვეყანაში საერთო ენის გამონახვა. რაოდენ დიდი ტრაგედიაა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ჩაყრილი ნდობის ნერგები დღეს ოპოზიციაში მყოფი ადამიანების მიერ ერთი ხელის მოსმით იქნა გადასხეპილი. ნდობის აღდგენის ნაცვლად მათ ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირების, მტრობის და უნდობლობის გაღვივებისთვის. ისინი ერთნაირად ექცეოდნენ ოსებსაც და ქართველებსაც. მათი მთავარი მიზანი და უნარი ხალხის დაჩაგვრა, დამორჩილება და გამწარება იყო, რაც თანაბრად გამოუვიდათ მთელი მოსახლეობის მიმართ ეთნიკურობის განურჩევლად. და გონიათ მათ რამე ასწავლა ომმა და ტრაგედიამ? ან 2012 წლის მერე ყველა არჩევნების წაგებამ? ან მათი დანაშაულების საქვეყნოთ აღიარებამ? მათთვის რომ მოგვესმინა, მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა უკრაინაში და გამختارიყავით სამხედრო დაპირისპირების მხარე. დაგვეწესებინა სანქციები და გამختارიყავით ეკონომიკური დაპირისპირების მხარე. და როდესაც ესკალაცია ლოგიკურ შედეგამდე მივიდოდა და ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვეოდა, კვლავ დავინახავდით მათი მანქანების კოლონებს წითელ ხიდის და სარფის მისადგომებთან. და რას გვპირდებიან ახლა? ისევ იგივეს, ომში მოსახლეობის მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას, ესკალაციას. მათ კვლავაც სურთ, რომ გეოპოლიტიკა ქვეყნის წინააღმდეგ მოატრიალონ და საქართველოსთვის წყევლად აქციონ. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის ამ ეტაპზე არ არსებობს ქვეყნის გაერთიანებაზე უფრო მაღალი მიზანი. ან როგორ შეიძლება რაიმე იყოს იმაზე უპირატესი, რასაც ადამიანებმა სიცოცხლე შესწირეს. ვერც ერთი იდეა ამ მიზანზე მაღლა
ვერ დადგება. ქვეყნის გაერთიანებისკენ კი გზა მშვიდობაზე გადის და არა ომზე. ამიტომაც ჩვენთვის 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს წყალგამყოფად, რომ აღარასდროს საქართველოს აღარ ჩაეფლოს მტრობისა და ღალატის მორევში. პირიქით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის, ხალხების, ადამიანების, მოყვრების, მეგობრების გაერთიანება, მიტევება, ნდობა და რა თქმა უნდა, როგორც ამ ყველაფრის დიდი სიმბოლო, პოლიტიკურად ერთიანი საქართველოს აღდგენა. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.